ხეთ რა ლამაზია დილის 6 საათზე თბილისი. ერთი თვის წინ ამ დროს გარეთ რო გამოდიოდი უკვე ღამე იყო ხოლმე და ეხლა გაზაფხულს დაეტყო. მოკედ მივდივარ ატენში. ატენის ხეობაში უნდა ვილაში რომ დავიდეთ დანახვისზე და ახლა უნდა მივუწყო მატარებელს. ჩავიდე გორში და შემდეგ ელოდება ხალხი მეტროს. გაჩერებას გავუცდი. უნდა ჩამოსულიყავი მატარებლიდან გორში. ჩამეძინა. ეხლა ვარ სადღაც უბედურებაში და უნდა ვიყო გზა და უნდა წავიდე გორში რამე მარშრუტთან ავტოსტოპით. მე ლიანდაგზე მივდივარ ფეხით. რაღაც ქალს ვკითხე რომ მეთქი აქედან გორში როგორ წავიდე. ეხლა ვარ იკრში თუ კრთაში თუ სადღაც და მანქანების ხმა მესმის, მაგრამ საიდან მესმის აზრია რომ ამ გზას გავუყევი იმ ხალმა მითხრა და ვასრულებ მითითებას. ესეთი კენტები და იმედი მაქვს რომ მატარებელი არ გამიტანს. ანუ კაციშვილი არ დადეს. A few moments later. A little longer than a few minutes later. გადავრჩი და ახლა ვარ გორის ცენტრში. უბრალოდ სადგურზე, სადაც უნდა ჩამოსულიყავი, რო არ ჩამძინებოდა და რო არ გავცდებოდი გაჩერებას. და მოხდა ის, რომ იმედი გადაღებული მაქვს როგორ უჯდები უცხო მამაკაც მანქანაში. მოხდა ის, რომ ავტოსტოპით უბრალოდ ვიღაცა გავაჩერე, ორმა მანქანამ არ გამიჩერა დეგენერატები და ერთმა გამიჩერა, უბრალოდ უნდა მეკითხა. მე გორისკენ როგორ წავიდე თქო და მე შევაპარე, რომ ბარემ ხარ გამიყოლებთ მეთქი. და ამ კაცმა მოკეთ ცხედაში მივიდივარ და კაიო გაგიყოლება და აი მაგაზე რა ქვია სავარძელზე მძღოლის გვერდით სავარძელზე რაღაცები ელაგა გადმოვიდა ესენი აალაგა უკან გადაალაგა და გამითავისუფლა ადგილი და მე ჩავსკუპდი და სადღაც 12 წუთში ჩამოვედი გორის რკინიგზის სადგურზე. ეხლა ველოდები მეგობრებს რომ მოვიდნენ და წესით აქედან დავიძვრებით ატენის ხეობისკენ. მართალია ის ამბავი, რომ რამდენჯერაც არ უნდა ესტუმრო ერთი და იგივე ადგილს, ყოველთვის განსხვავებულად დაინახავ და განსხვავებულად შეიგრძნო. მე რო ვიყავი პირველად გორში, იყო თებერვალი და საერთოდ არ იყო ესეთი მწვანე ხეები, მწვანე ბალახი და მაშინაც ძალიან ლამაზი იყო, იმიტომ რომ პირველად ხილვა იყო. მაგრამ ახლა რასაც უყურებ, ბევრად უფრო მაგარია. სუკო. ყველაზე სასაცილო ამბავი ისაა, რომ
მე გაჩერებას გავწდი, დავიკარგე. ავტოსტოპით უკან მოვბრუნდი და მაინც უფრო ადრე მოვედი, ვიდრე ისინი, ვისაც უნდა წავიდე ეთერში. ნათიას სად ვართ? ლავართ. ნათიას მე სალამეთ, ჩემი ჭეჭელანთუბანში ვართ, მეგობრებო, მივდივართ. ჭეჭელანთუბანი რატო ხარ? იმიტომ რომ ჭეჭელაშვილები ცხოვრობენ, როგორც მითხრეს. და იმ ტაქსისტმა აქ რატო ჩამოყარა? იმიტომ რომ დაიზარა. ეხლა მივდივართ რაღაცა გზაზე, რომელიც მანქანა შეიძლება გამარჯვა, მაგრამ ფეხით გვიწევს. ჭეჭელანთუბანში აწი თქვენ თუნდა წავიდეთ. ხო, ახალგაზრდები ხართო, მოგინდომებიათ ლაშქრობაო. ძალაოზე აქ. და ის უთხარი სად ჩავმოვდივართ? სად ჩამოვდივართ? თუ ხან თუბანში. ეს არის ჭიჭაანთუბანი თუ ჭაჭაანთუბანი და უკან მოვიტოვეთ ულამაზესი ხედი. ახლა ნელ-ნელა ავიწევთ ზემოთ. ჩვეულებრივი მარტივი სავალი გზაა. მანქანით შეიძლება წამოხვიდეთ ოღონდ კარგი მანქანით. და ძალიან ღამოზე აქ ვარ და ძალიან მიხარია აქ ვარ. ანუ მე ხომ მოგზაურობა თუ რაც ქვია ჩემს ამბებს დავიწყე კვიან ზამთარში თებერვალში და მაგ დროს კი კაია მაგრამ არ არის ესეთი ლამაზი ბუნება რა გაზაფხულზე უფრო მეტი მუღამი აქვს და ზაფხულის ადამიანი ყოფილი ხარ. ხო ნუ ზამთარშიც კაი იყო მაგრამ ბოლო გამოცდილება ზამთრის ცუდად გახსენდება ხო
ძალიან დიდი აღმართებები არის და აი ამ მთის იქით უნდა გადავიდეთ ახლა. ძროხები ნათია გვამხრავს. კილომეტრიდან 800 მეტრი დარჩა. Yes. Tagad vēl qēmumi. Qētulats. Ძალიან ცუდად დარჩა. მაგრამ რაც უფრო ცოტაა, მით უფრო იწელება. ახლა დავარდე. კაცი შვილი ვერ მიპოვეს. Хати тут я райс. Ой. Телефон. Ой, Раминдода. Истарчо. Солнце дарчо. ავიდა ის და მეორე ჯოხით თალხაში ტელეფონით თოვლი აქ არის ცოტაც ეს რა იმდან დაღრილი ვარ, რომ არ ვიცი რა ემოცია მაქვს. ვიცი ის, რომ ძალიან ვამაყობ ჩემი თავით. რომ მიუხედავად რთული გზისა, ბოლომდე ვიარე და აქ ამოვედი. მე ვიცი ის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და უნდა მოუფრთხილდეთ რა აქაურობას. 1 2 3 Dakene